Conti გამარჯობა. შენ მოგიკრავდეთილე. უფასო თუ 2% კრედიტები იქნება. ეს სამანთყოფლიერი დინამი. ავენტინური ტრიადის პლებეური დრუღმერთი. დიაპოლობაში გადაცემა. უბებიარე. მოგესალმებით მეგობრებო, უყურებთ 2026 წლის ტყუპების პირველ პოდკასტს, პირველ ეპიზოდს. სახალხო პაუზის შემდეგ კვლავ გიბრუნდებით მე და გარი ტრადიციულად უკვე ამ წლის განმავლობაში მოხდა ამბებს განვიხილავთ ამ 15-16 დღეში დაგროვებულ თემებს. იმედია კარგად ხართ ქვეყანაში ხართ, ვინც არ ხართ მოგითხვა. ძმებს დებს და აიხალ. კი, დავიწყებთ ტრადიციულად იყვეთ ამბებს, მანამდე გარი თუ რომ ის თქმა გინდა. რა მოგილოცავთ შობა ახალ წელს მეგობრებო. ნავგოდნი პაჟილანიები ძმა. კი. რა ძალიან კარგად დაიწყო ძლივს ეს მგონია ხიარული გადაცემა იქნება, თუმცა ძლივს ძალიან კარგად დაიწყო წელი და ისე კარგად ძალიან ბევრი წელი არ დაწყებულა, შეიძლება ბოლო 1-7-8 წელიწადიც არ დაწყებულა, ეგრე კარგად, ამიტომაც უფრო მეტი თუ არა რეალურად არც მახსოვს. ამიტომაც რა ვიცი რა. პერსპექტივინი გოდია რა. რაც 25-ში ვიტირეთ ამ პოდკასტებში, ახლა შევესწრებით ამნაზღაუროთ. ხათაშორს აი ბოლო ორ კვირაში მოხდა დადებითი. შეიძლება წინა წელს საერთოდ არ მოხდა, არ მინდა გახსენება ახლა, მაგრამ მოკლედ კარგად დაიწყო წელი. ნუ რახან პოზიტივით დავიწყეთ, პირველივე ამბავი არის მადუროს დაკერა. ეგრევე. ხო, ნუ რაღაცა კიევს ზატრინია არ გამოვიდა, მაგრამ მადურო 50 წუთში გამოვიდა. ფაქტი ამერიკელებმა რაღაცა ჰაი კლასის ოპერაცია ჩაატარეს. თან ნუ ეს რაღაცა კონტექსტში განსაკუთრებით სასწილოა, როდესაც წინა დღეებში მადურო იმუქრებოდა, აი მოდითო რა. კომრადე დავიჭირეთ, აქ ვარო ძმაო და დახვდებით აქ. რაღაცა საძინებელში შევარდეთ, წაიყვანეს პირშამოებით ამერიკაში. ხო, ნუ პრედისტორია მაგის იყო ის, რომ აფრთხილებდნენ ტრამპი ეუბნებოდა, რაღაცა აფრთხილებდა ყოველ შემთხვევაში ის რომ რატო არ გამაფრთხილი ძმაო და რატო არ მითხარი, ის რატო მოხდი არ იქნებოდა. ხო, ნუ მაგას არაერთგვაროვანი რაღაცა შეფასება მოყვა. თუმცა აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო რამდენიმე წლის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პირობითად ევროპიდან წამოვიდა და ბევრად უფრო რაღაცა კრიტიკული განცხადებები, შეშფოთებები და ასე შემდეგ. და ეხლა შემოიფარგლენ, რომ ნუ ოკეი, ჩვენ მადურო არ აგვიღებია ძმაო და მოსყიდე კარგი სტრატეგია. ეს იყო იდეაში დიპლომატიური პასუხი ევროპელების. ნუ ცხადი ჩინეთი, რუსეთი აღშფოთდნენ, მაგრამ ნუ მათი აღშფოთება უკანვე გაიკეთეს მალევე. შენ როგორ რაც დადებითია ჩემს ძლივს ევროპამ რაღაცა საკი აზრი დააფიქსირა. მაგრამ ჩემეთ მოუწიათ არ უნდათ დიდად. მაგროს ეთყობოდა კი? ხო. რა პირველში რუბიონ თქვა ხო რომ აფრთხილებდო შეწაიყვანა ოჯახი და წასულიყო ქვეყნიდან ფული წაიღო რაღაცა, ანუ ქონდა შანსი, მაგრამ არ დაიჯერა თუ რა. იმიტომ რომ აქამდეც არის ბაიდენის რაღაცებს ამუქებდა, არ ვიცი. მე არ ვარ ახლა და კარგი დამოკიდებულების დონალდ ტრამპთან მიმართებაში, მაგრამ რაც გააკეთა ერთი ისტორიული ქმედებაა და ერთი კიდე თუ წამოაწია ერთ ორ რეგიონში ეგეთი ამბავი. კი. ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო ამერიკის პრეზიდენტი გახდება და ზოგადად ლეგენდარული პიროვნება გახდება ყველანაირი ის მის გარეშე რა. იმიტომ რომ სამყაროს გაცილებით უკეთეს ხდებს, ანუ სამყარო გაცილებით უკეთესი გახდა. თუმცა მადურო მოტყნეს. ვიდრე მადურო ბოგინებდა. მადურო. კი, ნუ ხო, პირველ რაც მოყვა მაგის ძალიან ყვაყოფილი ვარ. აი ეს ამბავი იყო 3 იანვარი იყო და ერთად ესა გავათენით ფაქტურად ყველამ, რომ რაღაც დაიწყო რაღაც ოპერაცია, ბაღბუხ რაღაც შევიდა დესანტი. თან რო იწერდა დესანტის ერთფრენები შეიყვანა ამერიკა. მეგონა რომ რაღაც გადაავდნენ, რომ აღარ არის რაღაცა. ეხანახან იძახიან ხოლმე ისტრიბიწელები შევიდნენ რაღაცა და არა გავიდა რაღაცა ეს შეტევა დაიწყო თუ არა რამოდენიმე წუთში დაწერა ტრამპმა რომ მადურო გამოიყვანენ თუ ქვეყნიდან. მორჩო. დაიძინეთო ისე. ხო მე დაიწყოს ფოტოების დადება და მაგარი იყო. დადებითი ამბავი რაც მოყვა მაგას პირველი იყო რომ ვენესუელამ გაათავისუფლა რაღაცა 400-მდე თუ 300-მდე პოლიტპატიმარი თუ არსებობენ რაღაცა არ არის მცირე რიცხვი კიდევ რჩება ხალხი ციხეებში პოლიტპატიმრები, მაგრამ ისე ტენდენცია და ეჭვი მაქვს რომ მაგ ხალხსაც გამოუშვებენ. ხო, ნუ რაღაც თვალსაზრისით უკეთესი გახდა ვენესუელა. მათ მთავარი ამბავი იყო კრიტიკა, რომ აი როგორ შეიძლება რაღაცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, პირველი პირის მოტაცება და საკუთარ სასამართლოში გასამართლება
მემარცხენეების free Maduro free him now აქციები მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ კიდე კონტექსტში ჯამში. თუმცა ხო, ეგ კრიტიკა იყო და ჩემი პასუხი რაღაც ამ იმაზე ბიჭო შეიცვალა სამყარო. ეგეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რო ხარ, გაქვს გარდა იმისა, რომ რაღაც ამერიკის პრეზიდენტი ხარ, გაქვს საშუალება და იარაღი გიჭირავს ეგ ხელში, რომ შეგიძლია მსოფლიო დღესასწაული შეცვალო და ზოგადად წესრიგი შეცვალო. ხო, დადგა ეგეთი დრო, როდესაც რაღაცა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დადგა რა, ეგ დრო დამდგარი იყო. რუსეთი მაგალითად არასდროს არ ერიდებოდა რაღაცა მაგას, რაღაც დემოკრატიანობასთან არასდროს არ იყო გართული ამ ამბით, რასაც თვლიდა საჭიროდ, რავი, ყირიმი უნდა წავიღო, მიქონდა ყირიმი. 2008-ში უნდა შემოსულიყო საქართველოს, შემოვიდა. ეგრე თამაშობდნენ ვიღაც მოთამაშეები და როდესაც რაღაცა ხო, დემოკრატიული ქვეყნისგან ხედავ მაგი რაღაცა ნაბიჯებს, მათ შეიძლება რაღაცა ადამიანს კითხვა გაგიჩნდეს, როგორ შეიძლება ეგ. თუმცა შენ როგორც აღნიშნე, რაღაცა მათ კითხვა უნდა დასვა, უკეთესი გახდა რაღაც პონჩი სამყარო ამ ნაბიჯის მერე, ამ ეტაპზე კი. მომავალში არავინ არ ვიცით რა და როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე კი და ხო, ეგეთი დრო დადგა, როდესაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად, არის ეს კაცი ეგეთ რამეზე წამსვლელი. პლუს კიდე რაც თავია მინდა თქვა დავამატო, რომ რეალურად კასპაროვს აქვს იდეალურად ნათქვამი, რომელიც საერთოდ ომის დამნაშავედ მიცემს ტრამპს, საერთოდ არ უყვარს ტრამპი ძალიან, მაგრამ ეხლა ეს დადებითად შეაფასა მადუროს ამბავი და ვეთანხმები, რომ უკრაინამ რატო ვერ მოიგო ჯერჯერობით ომი და რატო უჭირს ძალიან, ეხლა უკვე აღარ უჭირს ისე და შანსი არ აქვს რუსეთს ომი მოიგოს და რაღაცა იარაღსაც ჩვეულებრივ აწვდიან, პლუს მე ამ საკვარზე მეტად და ვერავინ ვერ წიმიდის და გაცილებით მეტი რუსი კვდება. ამბავი არის, რომ არიან ქვეყნები, თუმცა რუსეთი, ჩინეთი, გრენლანდიასაც შევეხოთ მე და ამ თემას გავანავარცობთ. არიან ქვეყნები, რომელსაც წესებს ფეხებზე კიდიათ, საერთოდ აი ჩვენთან მიმართებაში ყველანაირად და არის მე უკრაინას სიტყვაზე ევროკავშირის თხოვს, რომ რაღაც ამ წესებს სრული წესები დაცვით იყოს. მაგალითად, დაბომბა არის კონკრეტულ წერტილს. რუსეთმა იცის სად დაარტყოს უკრაინა აბსოლუტურად ყველა და გაცილებით მარტივია, მაგრამ რუსეთი აბსოლუტურად ყველა განურტყავს. და არავითარს არ აკითხებიან. როგორც კი ამ ომის განმავლობაში 4 წელიწადში მხოლოდ ერთხელ იყო უკრაინამ აი ბელგოროდში რაღაც ობიექტები დაბომბა, სადაც შეეწირა ხალხი რა, მაგრამ ის არის რა. იქ იყო რაღაც გენერლების შეხვედრა იყო რესტორანში, მაგრამ ხალხის დაიგეს პირდაპირ ჩაუშვეს რა, რასაც ვეთანხმები რა და ამერიკაში ბაიდენი იყო პრეზიდენტი, ბაიდენმაც თქვა, რომ კიდე ერთხელ რაღაცა მოხდება და იარაღს არ მოგცემ და ევროკავშირმაც დაგმო, რომ არ შეიძლებაო და არიან ქვეყნები, რომელიც 10 წლეულებია წესებს არ ყვება, თუმცა რუსეთი ჩვენთან მიმართებაში ქართველებმა პირველებმა გამოუცადეთ ეგ ამბავი და ჩვენზე მეტად არავინ არ განიცადა რუსეთის აგრესია და არიან ქვეყნები, რომელიც დემოკრატიული აღშფოთება და ტრამპს ერთადერთი ბევრი რაღაცა არ მომწონს, კიდე ერთხელ აისი არ მომწონს, როგორ იქცევიან, ბევრი რაღაცა მომწონს, ბევრი რაღაცა არა, მაგრამ დაიწყო ის, რომ თუ გინდა რომ აჯობოთ, ამერიკის თავისი ინტერესებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის სამართლო ცხოვრება უკეთესი ხდება. ეხლა ვენესუელას ხალხს კითხეთ, როგორი იყო ცხოვრება, აქამდე იყო უარესი თუ ეხლა არის უკეთესი და ჯერ კიდევ დიდი გაგზა აქვს გასავლელი, მაგრამ მაინც და ეგაა საბოლოო ჯამში, რა ის დემოკრატია, თუ ადამიანი რაღაცა ჩვენ რაღაც მიტოვებული ქვეყნები ვართ, ევროკავშირში მაღალი დონე საკუთარ ცხოვრების, მაგათ ჯერ ეგ არაწუხებთ და კიდიათ, ეძახიან რაღაც წესრიგი დავიცვათ. აი ახლა როგორც ირანში რაც ხდება, მაგას ისა თურქეთი და რეგიონში არაბული ქვეყნები თხოვენ, რომ დესტაბილიზაცია არ გვინდა, ანუ ადამიანს იქ ხოცავენ დედაუტირეს ხალხს, აი გენოციდი მოაწყეს საკუთარი ერის და ესენი ძახენ ჩვენ არეულობა არ გვინდა, ხა ნავთობის ფასების, ეკონომიკას დაარტყავს, ამიტომაც წესრიგი შევინარჩუნეთ. წესრიგი რა, შენ წისთვის წესრიგი სხვა ადამიანის სიღატაკეა და ამიტომ არსებულ სტატუს კოს შენარჩუნება. ნებისმიერი კვედება, რომელიც ადამიანების ცხოვრებას აუმჯობესებს, აი კარგი ადამიანებს, თორე ალლაჰუ აკბარების და პალესტინელის ჰამასი და ისე საერთოდ არ მაინტერესებს. გინდყოფილან გინდა რა, ანუ მაგიმაში ვეთანხმები ტრამპს და მე მგონია რომ რაღაც ისრაელს რაც ქონდა დოქტრინა დაახლოებით მაგას აწובה ტრამპი უფრო დიდი მასშტაბით ჯერჯერობით რა. და მინდა მე რუბიოს ფაქტს შევეხოთ, რომ უკვე განვაცვლოთ თემას, იმიტომ რომ რუბიოს არის კუბელი თვითონ. და თელი მისი ცხოვრება რო წაიღოთ, მისი მემუარები და რამე არის რომ კუბაში უნდა რომ კომუნისტები მოვაშორეს წითელი, იმიტომ რომ კუბა არის 60, დედამიწაზე ერთ-ერთი 60, ანუ ბრაზილია, პატარა ბრაზილია, რომელიც არის იდეალური კუნძულია, იდეალური პირობებია. და 60 უნდა იყოს, თავარი ტურისტული ადგილი უნდა იყოს ერთ-ერთი სოფლიოში და იქ ხალხი აქვს ჩვენზე 1000-ში უფრო ღარიბი არის, 1000-ში უფრო ღარიბი და რაც ამბავი იყო ის რომ ვენესუელელ მოსახლეობას და მათ შორის ემიგრანტებს ვინც ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში ეს ამბავი შეაფასეს პოზიტიურად. სასახად პოზიტიურად, მაგრამ აი აღმოჩნდნენ მემარცხენეები
მემარცხენეობას ეროვნება არ აქვს, ესეც შეიძლება ითქვას. ქართველი იქნება, ამერიკელი იქნება, ევროპელი, ხო, ну, რაღაცა თქვენ ვერ ხვდებითო. ხალხს ვერ ხვდებითო რა ხელა ზიანი მოგახედა ტრამპმა. ასე რომ მადურო უნდა გაათავისუფლოს. ხო და ну, საგიჟեցია რაც ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ რაღაცა მემარცხენეობა გარკვეულწილად დიაგნოზიც არის ადამიანის საუბრისას, რაღაცა თუ გაუხია ნელ-ნელა მარცხნივ, მათ შეგიძლია ბევრი დასკვნის გაკეთება ზოგადად. ხო. დაჭერებს რახან შევეხეთ? ანუ ვენესუელას ამბავი ეგ ხვიტიაში. საოცრად გაიხსნა წელიწად. კი, რა და როგორ განვითარდება შემდეგ მაგას ნახავთ, დავაკვირდებით ყველა ერთად. თუმცა ნუ ამ ეტაპზე ეგ არის. დაჭერებს რახან შევეხეთ, მოდი რაღაცა ეგ გავიგეთ რაღაცა საერთაშორისო ამბავი იყო დაჭერის, მაგრამ ჩვენს გვაქვს საქართველოში შედგა კარგი დაჭერა. კარგი რა? დაანონსებული წინასწარ. კი, დაანონსებული წინასწარ ჩვენს პოდკასტში. ვაფრთხილებდით მაგ ადამიანს, რომ შეეძლო. მართლა შეეძლო არ ყოფილიყო ყლე, არ დამდგარიყო მაგზას, მაგრამ მაინც არჩია ბრმად მორჩილება ბოლომდე. რამაც არ უშველა, ფაქტია. და ეს რა თქმა უნდა არის ვაფრთხილებდით ისედაც რომ არ უშველეს. ეგ არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 5 წლით გაუშვეს ციხეში. ისიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ვიღაცები ჩააბოზა დიდი ალბათობით რაღაცა რაც არ იყო ასე რომ ვთქვათ მოულოდნელი ბატონი ირაკლისგან საერთოდ არ იყო და პლუს დააკისრეს მილიონი ლარის ჯარიმა და რაღაც ნუ ქონებებიც დაყადაღებულია ძალიან ცოტა მეუყვაყოფილო არის ბინა და ორი მანქანა არაერთი კომენტარი მოყვა მაგას რაღაცა იმდენი მეც ვთქვი იდეაში რაღაცა მზად ვარ თუ სახელმწიფო პირობითად ამდენ ფულს მომაპარინებს 5 წლით ჩავჭდე. ხო, ნუ რაღაცა მათ ცხადია რაღაცა ჩვენც ვიცით და ჩვენ მაყურებელსაც ესმის რომ კორუფციასთან ბრძოლა არაფერ შუაში არ არის და მაგით არ არის რაღაცა პროპორციული დანაშაულთან სარჩები. სხვა ამბავი იყო. ოღონდ მე არ მგონია რომ რაღაცა მორჩა, ჯერ კიდე შეუძლიათ დაუმატონ თავისუფლად. კიდე დააკვირდები. როგორ მოიქცევა. ჩვენ რაღაც პერიოდი, როდესაც ღარიბაშვილს გირავ შეუფარდეს. როდესაც დაუყადაღეს ის ბიძინას ნაჩუქარი ბიძინამ რო წაართვა იდეაში ჩვენ ვივარაუდეთ რომ ღარიბაშვილს ჰქონდა ერთი კოზირი რითაც შეეძლო გადაერჩინა თავი მაგრამ ცოლმას ვერ უშველა რაღაც პერიოდი იქავერის ფოტოც შეცვალა კი ხო და ნუ ესეთი ამბავი ღარიბა გაკოჭეს ხო და ის მინდა თქვა რომ ღარიბად რომ დაიჭირეს რამოდენიმე თადრე იყო ცნობილი წარმით იძახდნენ ოპოზიციაში რაც ჭორები იყო 5 წელი აქ მიჟილი და უკვე გადაწყვეტილი ამ დღეებში გაიტანენ განაჩენს და მე საერთოდ ან ყურადღებასაც არ ვაქცევდი იმიტომ რომ ეგეთი სიგიჟები ხშირად არის ხოლმე რა თქმა უნდა ოპოზიციაში ხოლმე და ისე დაჯდა ჩვეულებრივ გავიდა 3 დღე და მართლა გადმოიტანეს აქეთ განაჩენის გამოტანა და მიუსაჯეს 5 წელი და ამიტომ ეგეთი იმიტომ არ მოვყევ საერთოდ რაღაც არ გავახვილე მეთქი ისე ვიღაცა გიჟი გამოვიდა ოპოზიციაში როგორც იცია ხოლმე და რაღაც სიგიჟე თქვა რა უნდა მეკითხა საიდან არის ეს წყარო და მაგარი ამბავი გაიჩიტებოდა. ხო და აი ღარიბაშვილს რაც შეეხება აი მართლა აი როგორ წავიდა ისე ციხეში რომ აი ოდნავაც კი ეგ არის განსხვავება აი ქოცებს შორის და თვაც ნაცებს შორის რომ ოდნავაც კი რაღაც არ გაიფართხალა ოდნავაც კი ანუ ის ლილუაშვილი და ისინიც კი ის არის გუშინახის თავდაცვის ჯუანშე ბურჭულაძე რაღაცებს უკვე ვეღარ ხაჩავდა ციხეში ყვიოდა მოსამართლეს ყვიოდა რაღაცებს ის ფართხალებდა ყველაზე სულ ხდალი ისე ღარიბაშვილი გაიჩიტა და რაც მოსალოდნელი იყო. რაც მოსალოდნელი იყო, ხო, მაგრამ მართლა წავიდა, აი, ყველა ერთი ხალხს ავიწყდება, რომ არ წავიწყდება, რა უნდა იცოდე, რომ ღარიბაშვილი არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანუ რეკორდსმენი არის და ქოცების პირობებში ძალიან დიდი, ძალიან ორგზის, კი, და ის არის. 7 წელიწადზე მეტი აქვს პრემიერობის რანგში გატარებული, წარმოიდგინე ახლა და ძალიან დიდი რიცხვი არის ეგ. და რავი, მაგის რეკორდი შეიძლება ვერც მოხსას ვერავინ, ძალიან დიდი ხანი. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრობის ვიძახი იმენა. ხო, ისეთი უწყებები ქონდა ჩაბარებული ზოგადად ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ნუ პროჯი აღმოჩნდა, არ ვიცოდი. არ ვიცოდი. სტალინიზმო. კი. ხო, მათ საინტერესო იყო მაგაზე კომენტარი გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემ. მაყურებელს შეიძლება არ ახსოვდეს ვინ არის ეგ ადამიანი, მაგრამ იყო ეგეთი ფიგურა კოვიდ პანდემიის დროს იყო ჯანდაცვის მინისტრი. რაღაცა ივანიშვილის სტომატოლოგი, ცოლის ბიჭო. ცოლის სტომატოლოგი, რომელიც
ნუ რაღაცა დაევასა. ქართულ ჯიგრულ პონჩი გახდა ჯანდაცვის მინისტრი. რა პრობლემა. COVID პანდემიის დროს. ბიჭო, ის არის გომელაური გახდა დაცვის რაღაცა ობიექტის უფროსი. ჩიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ჩიკაიძე ქოცებმაც კი დიდხანს ვერ აიძა. დიდხანს ვერ აიტანა. პიროვნება თალიბანი. დანის ტრიალმა დედაოდი რა საბა. ეგ ბოლოს წეთი. თავი ბიძინა რო ხარ უყურებ და რა მაგდესაც ვერ მოვიცენ იდიოტია ბიჭი ეს. ნუ ტიკარაძემ თქვა რომ საჯარო პოლიტიკაში ახლა დიდი ხანი აღარ ვარო და ნუ მაინც კომენტარი გააკეთა იმაზე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა რომ დაიჭირა ღარიბაშვილი. და მათ ნუ რაღაცა ყველას გვესმის რა ქვეყანაში ვცხოვრობ, არანაირი სასამართლო არ არსებობს და არანაირი კორუფცია არ იყო და არც არაფერი და ნუ ამ ხალმა თავისი ინტელექტი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და თქვა რომ კი ბიძინა კაი კაცია რომ დაიჭირა ღარიბაშვილი. ანუ ეგ პირდაპირ თქვა. და ხო ნუ ეს ხალი არსად არ ჩანდა, საერთოდ ცოცხალი იყო არ იყო არ ვიცოდით, მაგრამ გამოჩნდა თუ ღარიბაზე დაბოღმილი იყო ფაქტია. და მათ არსებობს ვერსია რომ შეიძლება ხიდაშელს რა გიდა ღარიბაშვილმა რაღაც ეგეთი ჩანაწერი. მაგას თქვა სატელეფონი ჩანაწერის გარშე აგინდა. ტიკარაძესაც არის, რაც თუ არსებობს დიდი ალბათობით. იმიტომ რომ ხიდაშელზე ღარიბაშვილი რო ყვებოდა, მან ხო იძახდა რომ უნდა შემეგინებინაო მაგისტრის, უნდა მეგინებინაო და ალბათ იქიდან გამოცდილება ქონდა რომ მეტი შანსი აღარ ექნება და ალბათაზე უკვე აასრულა ეს. ან ბიზნეს თქმის არ იყოს ვიცით რომ გაიგინება. კარგი გინება იცის ირაკლი. ხო და ეს ამბავი მოყვა ღარიბას თემას. ზის ახლა თავისთვის ყობახიძე არ ვახსენებ სამ სხვა თემაზე გადავალ. თუ ყობახიძე საღოლო ჯერჯერობით ყველაზე კაი პრემიუმსია ქოცებშია. მე ვიკი არ ვიცი ხარ კაი პრემიუმსია ხალხ და იმას. თუ ყველაზე კაი პრემიუმსია ქოცების იმიტომ რაღაცებსაც აკეთებს კიდევაც რაღაცებსაც ებძვის. გასაგებია იმიტომ რომ კლანური ბრძოლაა და რა მე, მაგრამ ფაქტია მე სახელს გავს არ ვიტყვი იმიტომ სახში დასვლა მინდა შვიდათ, მაგრამ პატარაა ძმა ვარკეთილი ხან. რაღაცები გააკეთა ანუ კრიმინალთან ბრძოლის იმაზე რომ რაც ხმას ვერავინ ვერ იღებს ისეთ შუმად ჩაერა რაღაც ამბებმა რომ დასაჭირი რაღაც გასაგებია რომ კლანურ ამბავს შეეწინეთ რაღაცა მაგრამ კარგი რაღაცა მოხდა ზოგადად მოსახლეობისთვის რომ ამოიწვიეს ადამიანებმა რა ჯერჯერობით არაფერი და ის არ შესულა უარესობისკენ რაღაცები ამიტომაც ყობახიძე რაც ვიძახდით რომ თუ ვინმე საერთოდ ბიზნეს პერიოდში პრემიუმის უნდა რაღაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია იყო ცოტა კვირიკაშვილი იყო ისიც ცოტა ძალიან თან პირველი პერიოდი იყო მაინც სხვა დროებით და არის მეორე ყობახიძეა რომელიც იმიტომ კი რაღაცა ცოტა ის არის გიჟი არის ცოტა და ის რაღაცა აქვს რაღაც ინტელექტი ის ღარიბაზე ქოცებიც კი ვერ იძახდნენ რომ ინტელექტუალია ყველა იძახდა რომ აი ჯიგარია რა გამოკლებულია მაგრამ ჩვენია რა ხე ქართული ჯიგურილი პონჩია ორი კაპიკი ყველასთვის გაუყოფია ეხლა მაგას მაგით აპრაებენ რა ქართული ენჯიოშნიკები მათ შორის რომ აი ღარიბა ის კი იყო დებილი კი იყო მაგრამ ევროპას მაინც ელაპარაკებოდა ძილობიანად და ნება ხო ნუ ყოდა მგონია რომ ის ყობახიძეს ოპოზიცია არაფასებს ჩვენი ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ რომ უყურებთ ამ პოდკასტს თუ რაც არის ვერ ჩამოყალიბდით დღემდე უფრო პოდკასტია ხო ჩამოყალიბდით ეს პოდკასტია საბოლოოდ უყურეთ და ეგეთ რაღაცებს როგორც აქ ვერსად ვერ გაიგებთ იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არანაირი ისე არც მორდება არ გვაქვს არ დავიღალეთ არც ოპოზიციის მიმართ არ ვართ ისე რაღაც მოთმინებით განწყობილი არც პოზიცია რაც ხდება და ყლეობა ვიძახით ყლეობა რაც არის კაი რაც არის ანუ ყველაფერს ვიძახით რასაც ვფიქრობთ პოლიტკორექტულობისგან პოლიტკორექტულობის განსხვავებით იმიტომ რომ მე რაც ნახე იყო რამოდენიმე გადაცემა რომელიც იბრალებდნენ რომ აი პოლიტკორექტულობა არ არის და შევამჩნიე რომ იქ არის და აქ ჯერჯერობით ნახათ არ არის ეგრე აქ უბრალოდ არ გვეუბნება რომ ისე ილაპარაკეთ და ასე ილაპარაკეთ ხო და ნუ ფაქტია რაღაცა ნუ ყობახიძე ყველა ქოცების პრემიერებს ჯობია ინტელექტის ამბავში თუნდაც რო აიო მოყოლებული რომ დაიწყო. ბევრი იბრალებს გახარიას, მაგრამ შედარებას კი არა. ეხა გამოჩნდა გახარია საბოლოოდ კარტების გარეშე. გახარია ფაქტორი ზოგადად იმის გამო პანდემიის გამო გახდა ფაქტორი. თორე როგორც კვირიკაშვილი წავიდა მონასტერში და ღარიბაშვილის დეტოქსი იყო ასული სადღაც ეგრე გაქრებოდა გახარიას. ხო, გახარია ძალიან კორუმპირებული იყო კვირიკაშვილის განსხვავებით, თუნდაც ზედმეტად ან გახარიას რო საცფული მოტყდა, მასე მაგდენი ფული საქართველოს situationში არ მომტყდა რა საერთოდ. უამრავი 100 მილიარდი დაიდეს ვალი, ბიუჯეტი და 10 მილიარდი დოლარი აიღეს ვალი დედანაკადში და დღემდე ვაგიტომას გაგვიძეთ და ყველაფერი. მაგიტო არა, მაგრამ ბევრი რა. აი, ნუ დავაღებთ ეკაცი გერმანიაშია თავისი გაჭირვება აქვს. მაგრამ თავრობა თუ შეიცვალა, ექსტრადირებაც შესაძლებელია. იმ თავრობა თუ შეიცვალა, ხო, ნუ ბიჭო, იდეაში გადაცემის გარეთაც ვლაპარაკობთ მაგას. ღარიბაშვილი პოლიტპატიმარია? იმ გაგებით კი, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმარია, არა, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული ამბავია, ცალსახად. ხედა ჩვენ ქოცებისგან განსხვავებით არ გვიტყდება რაღაცებს აღიარა. ხო, და პოლიტპატიმრობა თან არ გამორიცხავს რეალურად დანაშაულის ჩადენას.
შეიძლება დანაშაული მართლა კონდეს ჩადენილი და ხო არის გეპარება მაგეში. თვითონაც იძახის. თუმცა, ნუ ღარიბას დაჭერის მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკური შემადგენელი. თან თუ ამბობ, როცა არ ვიმდობი მურუსუდის სასამართლოს, ხო, ნუ რაღაცა ბოლომდე თანმიმდევრული რო იყო, ღარიბაშვილი არის პოლიტპატიმარი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კარგი იქნება თუ ახალი დამოუკიდებელი სასამართლო ხელახლა განიხილავს ღარიბაშვილის ყველა საქმეს და ხელახლა თუ ის იქნება დამნაშავე მიუსჯის სასჯელს. ისე რომ ეს მოხდილი არ ჩაითვალოს, იმიტომ ეს არ იყო რეალური სასჯელი და რაღაც არ იმ სასამართლოს რომელსაც არ ვენდობით, იმის სასჯელსაც არ თვლით. კი ბატონო. მეორე წრეზე წავიდეს რატო არა ზო. თავრობა თუ შეიძლება, მე ბაძებ პირადად პირობას ირაკლი ღარიბაშვილს რომ გარეთ გამოვიჭრე მაგის არავინ არ არის და 5 წელიწადზე მეც გატარებს ყველა პონჩი. კაი, ღარიბა. მაგრამ იცი შეიძლება ეს ღარიბა ესე ცოტა მაინც საწყალი კაცია რაღაცა. შეიძლება ფული აახიო რაღაცა და პასტა ფურცელი არ გააგდებინო და მაგის საფუძველზე იმდენი კაციც მოაჭრა თავი რომ კი, ნუ ბიძინა ფაქტორიც არ იქნება. და ეგ იქნება თავისუფლების ყიდვის საშუალება. პასტა ფურცელს კი არა, მემუარებს დაწერს რა და როგორ, რომელ წამს რა მოხდა, ეგეთი კაცია. კი და საკუთარ თავს გადაირჩენს, მაგრამ ეგრე გვეგონა რომ გადაირჩენდა, მაგრამ ჰა წავიდა ციხეში მაინც, შევსით ღარიბაზე მათ. ვერ ვთქვი იმ მაგაჩი რომ ჯერა რომ რაღაცა თვით გადაჩენის უნარი იმაზე შიშზე მეტია, ღარიბა შემთხვევაში მაგან არ გავა. ესეთ ყლე ყოფილა რომ მაგასაც არ ვეუბნით. ვახ, მართლა რა ხერხული. ნუ ვუყურებთ რაღაცა ლილუაშვილი, ბურჭულაძე, ღარიბაშვილი, კიდე რაღაც წულწულა ქოცები და ნუ რაღაცა ისიც საპროცესო შეთანხმება რო გააფორმა ღარიბამ. დიდი ეჭვი მაქვს, ხო, ნუ რაღაცა შემდეგი ვიღაც იქნება. და ეგ შემდეგი იმ ლოგიკაში, კობახიძის გამეფების ლოგიკაში, კი გამეფების ლოგიკაში, რაც ნუ ჩვენ მაყურებელმა იცის წინა პოდკასტებიდან. შემდეგი წესი უნდა იყოს კალაძე. რომელიც უჭველი იქნება. თუ დააკვირდებით კალაძის კომენტარებს, სახეს განსაკუთრებით გამომეტყველებას ლილუაშვილის დაჭერაზე და ეხლა ღარიბაშვილის დაჭერაზე აჭრილია, მაგრდარი აჭრილი სახეზე ეტყობა, რა დანძრეულიც აქვს პოტენციურად და მაგრამ ის იცავს, რომ ეხლა არის მოქმედი მერი. მოქმედი მერია თან ნუ კალაძე არ არის არც ლილუაშვილი, არც ღარიბაშვილი. წონადი ფიგურაა დამოუკიდებლადაც, რაღაცა ნუ სახელი აქვს, რაღაცა და არ იქნება კალაძის წაქცევა ეგეთი მარტივი. მაგრამ ყველაფერი შეიძლება ჩვენსაც ქონა ისაიდები სანდო წყაროსგან რომ ჯანგველაძის ამბავმა გადაარჩინა კალაძე თორე უკვე მოუხაზავდნენ რაღაცა გადაიტანა მაგრამ ნუ მე ვფიქრობ რომ ერთადერთი რაც არის კალაძის ამბავში კალაძეს უეჭველი მოუხაზავენ თან ძალიან სერიოზულად იმიტომ რომ ყველაზე მეტი ფული რაც კოცებში ნაკეთები აქვს ერთადერთი შეიძლება ლილუაშვილი იყოს ოღონდ ბიზნესთვის მიქონდა მაგას ნაწილი ამდენი შეიძლება და არ ვიცი მაგრამ ლილუაშვილის მე ისიც არის ყველაზე მეტი კალაძესაა გაცლებთ რა ის ანუ მილიარდებზე საუბარი მილიარდებზე ხა გემატო ამერიკაში ისეთ აპარტამენტებს აშენებენ კოცები ისიც რომ აი არ ვიცი ნებისმიერ მილიარდებზე ჩოლები საუბარი იქ შეიძლება არის მილიარდები ასეობით მილიონებია ვიცი და ნუ უკეთ რამოდენიმე მილიარდი დოლარი იქ კოლცენტრების ამბავში რომ ვიცით რამდენი ფული ტრიალებს და ჩვენები მოქალაქეებს 3000 და 4000 დოლარი აქვს ხელფასი წარმოფროსობაზე რამდენი მიდის იქ თანხა და მეორე არის ერთადერთი მე რაც შევა კითხვის ნიშნები კალაძეს ამემართებაში არის რომ ეხა დაიჭერენ ეხა მოუხაზავენ მაგას თუ უკვე 28-ის მერი იმიტომ რომ კოცებს ეხა საერთოდ სხვანაირი ათვლა აქვს და ეხა იქნება თუ რამოდენიმე წელიწად შეგვერ გავაკეთებ მაგას მალე გავაკეთებ ეხლა ჩემი აზრით საფათო იქნება იმიტომ როგორც თქვით კალაძე არ არის ღარიბა და არც ლილუაშვილი და საკუთარი ამორჩეველიც მათ შორის ხავს კონკრეტულად კალაძეს ხო კალაძეს იცი იდეალური იქნება და მაგაში დახით რაღაცა მიქარული არ ქონდეს რა იმიტომ რომ ბიჭო გავიგე რო არ უყვარდეს მო კი ბატონო ეგ გასაგებია მაგრამ ბიჭო მაინც აი მად ისევ ის მახსენდება რა კალაძე და გახარიას თბილისის მერობაზე დებატები. ორივე რო ბოლომდე ვერ ამბობდა ერთმანეთზე რაღაცებს, იმიტომ რომ ერთად ბევრი მძღნერი აქვს ნაჭავი. ამანაც იცის ამაზე ბევრი რამე და ამან ხო საერთოდ გახარია პრემიერი იყო და ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. ხო და
ბიჭო, არ ვიცი რამდენად წავლენ მაგამაზე, მაგას ჩემი აზრით ნიადაგის მომზადება ჭირდება, ნელ-ნელა სახელის გატეხვა კალძის, ხო, ნელ-ნელა რო დაუჭირო ხალხი, რომ აი ეს კალძის დანიშნული ტიპი კორუმპირებულია, კალძის დანიშნული აქ უწყებაში ეს ხდება. ჩერეს ლილუაშვილის მათ შორის ბაგაბაღების ფულის მოტეხვა რაც არის, მათ კალაძეს ფიგურირებს, ანუ მერის უწყება იყო და კალაძე იყო მე რა ვიცოდი ძმაო. ანუ მერი ხარ და რანაირად არ იცოდი. ხო და ნელ-ნელა ეგრე ჩემი აზრით მიეპარებიან კალაძეს. რაულ გობახიძეს. და მე კალაძეს ჯერიას არ აქვს ეს ჩემი სადო. სტალინს. სტალინის, ну, ბიჭო, ბოლომდე თუ გაიარა, ხო, დაახლოებით პლუს მინუს ეგ გზა გაიარა სტალინმა. სტალინი ის იყო, ბიჭო, თუპო იყო, ეგრე არის. ბიჭო, ხო, მაგრამ ნუ გზას ვამბობ გასულ. პიროვნულად შეიძლება რომ გზა რაცაც გადის, ეგ არის. ნახოთ, ნუ დაველოდოთ. ჩემი აზრით, ნუ რაღაცა კალაძეს დაიკიდა რაღაცა თავზემოთ. კი, და თვითონ ხდება კაცო და. კი. გავიგებთ წელს იქნება თუ არა, მაგრამ უეჭველი რო იქნება იცი, მაგრამ ხა დაიწყებენ თუ არა, ეგ არის გასარკვევი, თორე ამას ისევ შევინახავ და დაგიდებს მაგას და მე გავახსენებ რომ ვიძახდით, აი გვიყურეთ თქო და ისე დაიკარგება. მე კალაძეს რო იანახე იქ არ დაიჭერდნენ. კი. შემდეგი, ნუ ეხლა რაღაცა უფრო ირანის თემაზე გადავიდეთ. ძიმე ამბები არის ირანში, კი, საკმაოდ. რამდენიმე 1000 ადამიანი არის მოკლული ოფიციალურად, მაგაზე მეტი რაღაცა 1000 დაჭერილია. ხო, ნუ ბოლომდე სასტიკად უსწორდებიან მოქალაქეებს, ისეთი რაღაცა არადამიანური ინფორმაციებიც მოდის, როდესაც რაღაცა მოკლული ადამიანების ოჯახებში მიდიან და იმ რაღაცა მასალის ფულს თხოვენ, რითაც მოკლეს მათი ოჯახის წევრები. ნუ გარკვეულწილად ბოლომდე არადამიანები არიან, გასაგებია, რაღაცა ირანის რეჟიმი რას წარმოადგენს, როგორ წარმოადგენს. ხო, მოდი რაღაცნაირად თავიდან შევხედოთ ამ ამბავს და რაღაცნაირად ვთქვათ, ხო, ეს ამბავი ესე რომ მოხდებოდა, ნებისმიერი პროტესტი ზოგადად ეგრე რომ ჩაახშობდნენ ირანში, ეგ მოსალოდნელი ამბავი იყო. არსებობდა სულ ცოტა ხნის წინ შესაძლებლობა, რომ ეს აითოლა აეწიათ. აეწი თუ არ აეწიათ, დაეჭირათ. მადუროს მსგავსად. აწევად როგორც მინიმუმ შეიძლება. ხო, ნუ ეხლა კი, მადუროს მსგავსად, მაგრამ მათ შორის ევროპის ჩართულობით, ხო, ნუ რაც შენ თქვი, ეხლა რო თხოვენ არაბული ქვეყნები ტრამპს, რომ არ გვინდაო არსებული სტატუს კვო შევინარჩუნოთ, იმიტომ მაგის მერე არ ვიცით რა იქნება და შეიძლება უარესი იყოს, ასე რომ ეს რაღაცა ნაცნობი ჭირია და იყოს რა. ვიცით როგორც იქცევა, რაზე ინთება, რაზე არა. ხო და აი ეგეთი ამბავი მოხდა. ეგ იყო ის პერიოდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად მოატარებდნენ ოპერაციას ირანის ტერიტორიაზე. ფოტოში ომი რომ მოიგეს აი პერიოდი. კი, არსებობდა ეგ, მაგრამ ნუ რაღაცა ეგ გოთ მაკრონის სიტყვა მაქვს, ეგ წითელი ხაზია, ეხლა წითელი ხაზი ესაო და სვიტიდან ამოგიღებსა და თელი ამბები. შენარჩუნდა სტატუს კვო, გაითვალისწინეს რჩევა, მივიღეთ არსებული შედეგი. კიდევ ერთხელ არავინ არ ვიცით, რაღაცა აითოლას თუ აწევენ, იქ რა მოხდება, იმიტომ ამდენი წლის, ათეულობით წლის განმავლობაში ხდებოდა ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა, ის რადიკალური ისლამის პროპაგანდა, მაგრამ მაგის მიუხედავად ირანში რჩება მაინც ის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მაინც პროგრესულად აზროვნებს და ახსოვს ის თუ რა ქვეყანა იყო ირანი ამ ისლამურ რევოლუციამდე. და მე დაგარის არაერთხელ გითქვამს ეგ საუბრისას, მაგ რეგიონში ზოგადად აი ავღანეთი, ხო ვიცით რა უბედურებაა ზოგადად რა როგორ თუ ვინმეს აქვს პოტენციალი რომ ეშველოს და გახდეს ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური ქვეყანა არის ირანი. და ეგ ირანის ეგ რაღაცა ნაბიჯი იქნება მერე გადამდები. ნელ-ნელა დროსთანთან დაალაგდება სიტუაცია მაგ რეგიონში საბოლოოდ. ირანი არის მათ მთავარი ფაქტორი რა. და ხო, ნუ ზმოშევინა. ნუ სკენ ჩვენს გვეხება, იმიტომ ირანში წესიერი მთავრობა იყო საერთოდ ისეთი ნავთობი შეგვიძლია მივიღოთ და ბენზინი იაფად, აი 10 ჯერ უფრო იაფად თუნდაც ვიდე აზერბაიჯანისგან. საერთოდ შედარებაც კი არ შეიძლება ირანული ნავთობის ხარისხი მე ვარ კვირდი და რაოდენობა აზერბაიჯანთან შედარებით, ანუ კონკურენციას გაჩნდება, დაგვალაგებთ. პლუს კი მართლა ირანელები არიან წესიერი ხალხი არიან, უმეტესობა, ანუ მართლა არ არიან იქ ისეთი ტერორისტი ხალხი და არიან რადიკალურად გამოყვანილი, მაგრამ
არსში ჩვენ ხასიათით გვანან, ყვებით გვანან, თუნდაც ბევრი საჭმელი, თუნდაც ქართული ირანიდან წამოსული და საჭმელთაც გავართ, კულტურითაც გავართ. ურთიერთობაში თუნდაც ჰოსტელში მე მქონია ირანელებთან შეხვედრა და თორე როცა თავიდან წლების წინ ახალგაზრდობაში, ძალიან ახალგაზრდობაში. მეგონა რაღაცა თუნდაც როგორც ხო ერაყი, სირია, რაღაც ეგეთი სახიფათო ხალხი რა, რომელიც არიან უმეტესობა მართლა სახიფათო ადამიანია. საერთოდ არ არიან ეგეთ თავისუფლად მოყვარულები არიან და ვიცნობ იქიდან გამოგცემ ადამიანს და როგორ ღელავენ და ანუ ძალიან თეთრად ფერინელი ქართველები რო ცხოვრობენ იქ და უფლებების შეუნარჩუნეს ეგეც კულტურაზე მეტყველებს მათზე ნუ მოკლედ თელი გული და სულით და ანუ მარტო ჩვენ კიდე პლუს კიდე რა რჩება ჩვენ რეგიონში რჩება მარტო რუსეთი რომელიცაა დასუსტებული გაფარჩაკებული უკრაინასთან ომი არა და პლუს კი გამოეცლება ძალიან დიდი რესურსი დრონების რესურსი გამოეცლება ნავთობის რესურსის გამოეცლება ნუ ნავთობის ფასი დაეცემა კიდე უფრო დაბლა უკვე მართლა თან მithwes როცა აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდნენ თურქეთი მიდის შერიგება მის რეალურად თურქეთსაც ჯერჯერობით პრეტენზიები არ აქვს მართლა ოქროს ხანა შეიძლება დადგეს ჩვენი რეგიონის ოქროს ხანა ირანის გამოსვლით და პლუს კი კონცეფციის პარტლიგება და აი მე ნერვულად რო კონცეფცია ხა რამე თუ არ მოხდა თქვი იძახი რომ კონცეფცია 22-მდე კი 32-მდე იქნებიან თქვი რამე თუ არ მოხდა მაგრამ ირანის დედა თუ ეტირა რეჟიმი ჩაიღო და წესიერი სიტუაცია გაიჩნდა ახაც უკვე პუტინის გამოყლევდება ობიექტურად და კონცეფციის გამოყლევდება იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდი რეჟიმი ენგრევა გაცილებით უფრო მასშტაბური და უფრო რეპრესიული და რაღაცა პლუს კიდე ირანელი ხალხი ისე იბრძვის რომ აი არავინ არ იბრძვის მართლა ეგეთ დამოუკიდებლობისთან ამდენი სიცოცხლე როგორ მიდიან ქალები კაცები მართლა თმის და ანუ 1000-ობით ადამიანები ყავთ 10000-ობით სწორედ ბატონყავთ მოკლული ამ 50 წლის განმავლობაში მარტო იმიტომ რომ თმა გამოურჩა ვიღაცას ხო და არ ვიცი მემარცხენეები რო ყლებები არიან კიდე მანდ გამოჩნდა ნათლად აი ხა ეს წელი დაიწყო მემარცხენეების რაღაცა რომ აი რამდენი ადამიანი მათ შორის ჩვენი მეგობრები ახლობელი რაღაცა რამდენი გინახავთ რომ აი ფრი პალესტინა და რაღაც სურათების თორები და რაღაცა რამდენმა გასწორა ირანის რაღაცა ვიდეო თუმცა შოთა დიღმელაშვილი თუნდაც ადრე ვიყავი კომუნისტი ხა არაო და მაგრამ მაინც გამოავლინა ეს ამბავი კი ნუ მაგ რაღაცა Free Palestine საზოგადოებამ უცებ რაღაცა შეცვალა პალესტინის დროშები ვენესუელას დროშებზე, როდესაც მადუროს გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა ირანში რაც ხდება, მათ მცირე ნაწილმა თუ რაღაცნაირად გამოხატა შეშფოთება და წუხილი ზოგადად იმასთან რაც იქ ხდება. არა მოლებს და არა შავს. არა მოლებს და ეგ ეხსენებინა კი ჩვენი ქართველი ძმა. ხო და ნუ კიდევ ერთხელ თქვით რა, რაღაცა მემარცხენეობა რაღაც თვალსაზრისით ყველა ადამიანს შეიძლება არ ეხებოდეს ფაქტია, ნუ რაღაცა მაგრამ უდიდესი ალბათობით თუ ადამიანი მემარცხენეა ბევრ მორალურ რაღაცას მეტყველებს რა გამოყლებულიც არის ბევრი თვალსაზრისით მათ შორის მორალური თვალსაზრისით რა 10-დან 8 ძმა ყველაზე არ ვიცი 10-დან 8 იდეალური და 8 ნახევარი ხო ირანელ ხალხს არ ვიცი გამარჯვებას უსურვებ აითოლას დედის ტყნას და ხა მან ამერიკული დემოკრატია მინდა იგზნობს ამერიკული დემოკრატია. არ ვიცი ხო, ნუ ეგ ტრამპი ყოყმანობს მაინც, იმიტომ რომ ბიჭო, გადასროლა მიდის ჯარების. ვიცი ხო, ნელ-ნელა მაგრამ რა და როგორ ვცი, ნუ ისიც ვიცით რომ თუ გადაწყვიტა ვერავის ვერ შეუშლის და არანაირ თხოვნა არაფერი იტყვის რომ აი ეს აქვე მინდა თქვა ეგ გადაცემაში ყოველთვის ტრამპმა ეხა დაიმახსოვრა თუ რაღაც რა ის დემოკრატია და ტრამპი და გასაგებია რომ ავტორიტარია რა თქმა უნდა რაღაცებში მაგრამ კიდე ეგეთი მაგრამ თუ ირანის ხალხი გაანთავისუფლა და უკეთესი გახადა ტრამპმა ну რა ფაქტია რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკის პრეზიდენტი ირჩევა ნამდვილად და უახლოეს ლიდერებში აი ბოლო 30 წელიწადს ვის ექნება უკეთესი გაკეთებული სამყაროს ვიდრე ტრამპს ირანი თუ გაანთავისუფლა ჩვენი რეგიონი თუნდაც ჩათვალეს სომხეთ აზერბაიჯანის შერიგება მაგათი ეგედით მოხდა იგი მინდა ტრამპმა გააკეთა აი ხო ვიღაცა ლაპარაკობთ ამერიკულ კომპანიას სომხეთში და 100 წლიდან უდიდეს რეალურ მშვიდობაზე არა ისეც როგორც კოცები გვასაღებენ რეალურ მშვიდობაზე ჩვენს რეგიონში მართლა სომხეთის ამერიკული ბაზარო გიდგას რაღაც პატარა თუნდაც პატარა 100 კაციანი მან უკვე წარმოუდგენელია ვიღაცამ რაღაცა პრობლემა რაღაცა დაუგავგებება გააკეთა წარმოუდგენელია საუბარი მიდის იმაზე რომ აი ნახე ტრამპმა რაღაცა ვენესუელაში რეჟიმი დაემხო რაღაცა დიქტატორს დაინძრა აქეთ პოტენციურად ეძრევა ირანში და რაღაცნაირად ეგ ბუნებრივად იმას ნიშნავს რომ აქაც კოცებს დაენძრევათ ეგ მსჯელობა მიდის თუმცა მე მინდა რაღაცნაირად მოდი მაგ კონტექსტზე ვისაუბროთ რამდენად ნიშნავს რეალურად ეგ მაგას რამდენად ნიშნავს რომ ავტომატურად რაღაცა იქაც და აქაც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ეგ არის მთავარი ამბავი და დღეს რასაც ვაკვირდებით ამერიკას ჩვენდამი ინტერესი დაკარგული ბოლომდე თუ არა სადღაც ქვემოთ ვართ
იმ სიაში რაღაცა საკუთარი საქმეების გაკეთების ბოლოს ვართ. ეგ ერთი. მეორე კი რაღაცა გადამდებია ეგ რევოლუციები და გამარჯვებები, აქაც იქნება რაღაცა დუხის მომცემი, ასე რომ ვთქვათ. კი, თუმცა ისევ პრობლემად რჩება ის რომ აქეთ ორგანიზებულობა არ არის. მედია შემდეგი ტყუპები იქნება უკვე მაგას სასაუბროთ ერთ-ერთ პიროვნებას. კი, პრობლემა აქეთ ბევრ ამას ვერ ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ, სამყარო იცვლება, ყველა იცვლება, კოცებიც რაღაც ხელს ფეხს უწყობენ ამ რაღაც ცვლილებებს, ცდილობენ ადაპტირებას. აქეთ არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ განცდა რჩება იმისა, რომ ვართ ისევ რაღაცა 7-8 წლის წინანდელ სამყაროში ვცხოვრობთ. აქეთ ოპოზიციურ მხარეს გულისხმობ. ხო, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ იმის მიუხედავად რაღაც აითოლოს დაინძრება თუ არა, აქ კი რაღაცა სტიმულია დამატებითი, მაგრამ ამოცანა იგივე რჩება, პრობლემები იგივე რჩება, ჩვენში მოსაგვარებელი და ხო, რავი, კოცებიც რჩებიან და ვიცით, რომ კოცებს საოცარი უნარი აქვთ ადაპტაციის, უცებ, დღეს თუ პრორუსები არიან, ხვალ გახდებიან. იმიტომ რომ ამორჩეული ყავთ მოწყობილი, რომელიც ასაც გინდა იმას ჩააზახები, ეგრე აყავთ, ანუ იქ არანაირი არ დგას იდეოლოგიური, არ თქვის, რომ უფროსობა მეგრე თქვა, მაგას ვლაპარაკობთ. თან რასაც უყურებთ რა, ხო, ყველა ვხედავთ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ რაღაცა ტრამპის პოლიტიკის გამეორებას. აქაც კი დაიწყეს საქართველოში რაღაცა კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ იმ ნიუსების გამოდება შინაგან საქმეთა მინისტრი დებს თუ როგორ გააძევეს არალეგალები საქართველოსთან. აი ეგეთ რაღაცებში. თუნდაც რიტორიკის ნაწილში ევროპასთან მიმართებით, რაშიდაც მათ შორის ბევრ პროპაგანდასთან ერთად, მაგრამ სიმართლესაც ლაპარაკობენ. პროპაგანდათ, მაგრამ სიმართლეც არ ესმის სამწუხაროდ. ყოველდღე 5 კამათი მომდის მაგაზე. სიმართლეც არის, მაგრამ ის რაც არ ხდება აქეთ, ან ხდება, მაგრამ არასაკმარისად არის ამ სიმართლეზე ერთი პასუხი, აღიარება იმის, რომ კი ეგ პრობლემაა და პარალელურად მუშაობა იმაზე, რომ ის პროპაგანდისტული მესიჯები, რაც მოდის იქეთა მხრიდან, გაბათილდეს. იმიტომ ისეთი სისულელეები მოდის იქეთა მხრიდან, რასაც მე და შენ არაერთხელ გვისაუბრეთ, გეიქორწინება, აი მიგრანტების მიღების ვალდებულება და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით მაგაზე ხა მინდა სამ გადაცემაში შემოვიდოთ, ეხლა მეზარება და ეხლა განახ. შვედეთში მოხდა ეგეთი რაღაცა დღეს. გუშინ ღამე დღეს ერთი დღის ამბავიც არ არის მოკლედ. 14 წლის ბიჭთან ვიღაცები მივიდნენ, მისცეს აი ფეხბურთის თამაში 20 ნომერიო, $50000 მოგცემ და იარაღი მისცეს გადატენილი მიდინ მოედანზე და ესრული. ეს ბიჭი გავიდა მოსაკლავად პატარა ბავშვი 14 წლის. და ის არ დაიჭირეს უცებ რაღაც არ იცოდა იარაღი რომ მოიპყრო. ანუ შვედეთში რომელსაც რო ნახოთ 2000 წლიდან 2020 წლამდე თუ 18 წლამდე რაღაც 5 მკვლელობაც კი არ მოხდა რაღაცა. ეხლა არჩევ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის. ანუ კვლევები ხდება ყოველ დღე თითქმის კი არა დღე გამოშვებით და რაღაც ეგეთი. აი ბოლო 64 წელიწადში ამ უაზრო მიგრაციის პოლიტიკის გამო და აი როგორ შეიძლება მაგაზე არ საუბრობთ, რომ შვედეთი იყო 64 იყო მართლა, აი 0 კრიმინალით იყო ქვეყანა 0 და უცებ ხდება რაღაც ქუჩებში ტერაქტები იმართება ყოველ წელს არის ტერაქტები, ქუჩებში სროლა არის და როგორ შეიძლება ეს თქვა რომ პრობლემა არ გამოიწვია ამ მიგრაციამ, ხო? ხო, ჩვენც არაერთხელ გვითხოვს, რომ ევროკავშირში არის უამრავი პრობლემა. უამრავი პრობლემა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, თუ ჩვენ ბიჭო, ეგ კონტექსტიც არ ვიცი დღეს. რამდენად რეალურია ვაფშე ჩვენი ევროკავშირის გაწევრიანება, რამდენად დგას ეგ საკითხი უყურებთ უკრაინას ამბავს, მოლდოვის ამბავს, რომელიც ნუ წინ მიიწევს, მაგრამ ბიჭო, აი მადაც ბუნდოვანებაა. იმიტომ რომ ძახენ 2030-შიო წარმოიდგინე. მადაც ბუნდოვანებაა, მაგრამ ნუ დავუშვოთ რაღაცა ზოგადად ეგზა, რაღაცა რასაც თქვია რაღაცა ევროკავშირი პირობითად თუ რაღაცა. ადამიანის უფლებების სიხარისხი, დემოკრატიის სიხარისხი, რაღაც სიკეთეები რაც იქ არის, რასაც ვერ იტყვი რომ ეგ არ არის. თუ რაღაც ჩვენ დავადექით მაგზას, ეგ ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაყლეობებიც ხდება პირობითად, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა გაიმეორო იგივე. არ ნიშნავს მაგას. არის ირლანდიის მაგალითი, პოლონეთის მაგალითი რა ვიცი. არის მაგაზე არაერთხელ მაგრამ მაგაზე აქეთ ხარ საუბარი, რატო ჩვენ ვლაპარაკობთ? კი, ნუ ეგ პრობლემა არის აქეთ ზოგადად ორგანიზებულობის, რესურსების ნაკლებობის ამბავიც არის, იმიტომ რომ იქიდან ვიცით რაღაც ეს პროპაგანდის უზარმაზარი მანქანა თავისი მედიებით, ტროლბოტებით, ამით იმით, რაღაცად თავის მესიჯს ბოლომდე რაღაცნაირად შენ გაწვეთებს და რაღაცად ფუშინგს უკეთებს, მაგრამ აქეთ მხარეს ეგ პრობლემა არის. ყველა რაღაცა თავის ამბავზე ლაპარაკობს, ეგ ცალკე პრობლემაა, რესურსების ნაკლებობა ცხადია აქეთ არის.
ერთ სიტყვით აი ესეთ რაღაცებში კოცებთან ვაგებთ, რადგან ისინი, როგორც უკვე თქვი, რაღაცა სიმართლესთან ერთად, რაც ადამიანი უყურებს, ოკეი, ეს თქვენ სიმართლეს, აპარებენ თავის პროპაგანდისტულ მესიჯებს. რაც, გეპარება მე რა, ერთ რომ მოისმენს სიმართლეს, ეგ სიმართლე და ამასობაში რაც აი გეიქორწინება, კაცების გათხოვება. და ეგეთ რაღაცებს ურევენ. რაც აქ სამწუხაროდ პასუხი არ მოყვება ორგანიზებული. ესე რომ ვთქვათ. ხო, ლევაკების იმაზე ვილაპარაკეთ, ხო? რეაქციაზე ირანზე. ესეც ვილაპარაკეთ. ხო, ეს რაღაცა ნიუსი შემხდა. ყავალაშვილმა გაავრცელა. რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედი მელანია ტრამპმა ივანიშვილი, რაღაც მიხეილ ყავალაშვილს და თამარ ბაგრატიონს. ეს ავტომატური პროგრამული წერილია. ახალი წელი მიულოცეს. საერთო პროგრამული რაღაცა ხალხო რო იცოდეს მაინც. ხო, ეგ არის ჩვეულებრივად რაღაცა ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც საქართველოს ამოღება დავიწყეთ ხო. კი, ჩვეულებრივად რაღაცა ამა დროს ამ საათზე მიდის თავისი წერილი. ჩვეულებრივი ამბავია კი რაღაცა ქვეყნებში. ხო. გააგზავნო ეგეთ წერილი. ვიზებზე ბიჭო. ხო, მაგას ვილაპარაკეთ. მაგრამ მე მგონია რომ ეს წერილი არის ლიჩნად ტრამპის დაწერილი, თავისი ხელი და ბოდიშიც აქ მოხდილი რომ ვერ დაგირეკე. ყავალაშვილი დღემდე ელოდება ზარს. მიშა ძმაო. კი. გულითადად გეფერებ. ვიზების ამბავი კიდე, ხო, 75 ქვეყანას შეუჩერეს საიმიგრაციო ვიზების გაცემა. მოლდოვას მათ შორის და ჩვენ. კი, ჩვენც, მოლდოვაც, რუსეთიც, ირანიც, ყაზახეთი, 75 ქვეყანა ერთ სიტყვით. და მაგას მართლა ყველა მოკლებული ქვეყანაა. კი, მაგას მოკლა ბევრი ვარიაცია იმისა თუ რატო იქნეს ეგ ამერიკელებმა. რაც ბევრი ვერსია გაჩნდა იმისა. აი რაღაცა მივედით იქამდე კოცების პოლიტიკის გამო, რომ გაგვიუქმეს ამერიკელებმა ვიზა. ზოგი ამბობს იმას, ზოგი ამბობს ერთ სიტყვით, უამრავი ვერსია გაჩნდა. ბევრი რამე. თუმცა რეალურად ხდება ის, რომ მე ახლა დაცემ რომ ყოფილიყო მაგას არ იზავდნენ. ისე კარგად ქონდათ ამერიკელებთან დალაგებული და რეგიონში ძალიან ისეთი ვიყავი რა. ზოგადად ეგ ტრამპის არჩეული პოლიტიკის შემოგენილი ნაწილი. აი ხა მეკითხები რეალურად ეს ქვეყნები რაც არის რომელმა ქვეყანამ ამერიკამ რომელი გენიოსი დაკარგა იქიდან რა. მაქსიმუმ UFC-ს მებრძოლი დაკარგა რაღაც ეგეთი თონეზე რა. რომელიც მაინც კეთება როგორც მიხდი ოღონდ ძალიან რთულად და პირდაპირ ამერიკაში წაიქნება. ეს ამბავი ტურისტული სასწავლო ეგენი არ შეჩერებულა. ხო, მაგრამ გონია რომ ის იქაც დაიკლეს პროცენტი. გაჭირდება. კი, იმას იზავენ მაქსიმალურად შეზღუდავენ. ხო და აი ხა დააკლდა ამერიკას რეალურად. სასახად ცუდია. ჩვენთვის. ცუდია. თორე ცუდია ზოგადად ხო აი ყაზახეთისა ბევრი ევროკავშირის ქვეყანაზე არ ნაკლებად ცხოვრობს რო იცოდეთ რა მაინც. და ყაზახეთი ისა რუსეთი რო არა საერთოდ გაცილებით დიდარი იმდენი რესურსია რეგიონი. მაგრამ ის არის რომ აი თუნდაც ამერიკის რა დააკლდა, მართლა რა დააკლდათ ისეთი რა. არაფერი ისეთი რა. ამერიკელებს კიდიათ რა. მაგას გეუბნები ის იქიდან შემოსული ხალხი, აი როცა მართლა 100,000-ში რა 20 კაცი თუ გავითარდება ისე რომ აი ის კი არა რომ მუშახელი არ სერიოზული მუშახელია მუშაობთ შრომელები ვართ რაღაცა მაგრამ აი ეს გენიოსები რო არიან კომპიუტერული მეცნიერების და რავი ნუ კაი რა ზმობას გაფიცებთ ხა. ჩვენთვის არის ცუდი თორე ხა ამერიკას რო თქვა აი დაიღუპა ამერიკა რა დაიღუპა ამერიკა არ დაიღუპა. ხო, შეგვეძლო არ მომხდარიყავით, არ მომხვედრილიყავით მაქსიაში პოტენციურად შეგვეძლო. შეგვეძლო თავისუფლად ისეთ გიზება. 2012 წლიდან მოგულ 14 წელი არც უკვე რო არ ჩაგვეჯვა, რო ინტერესი და საბერძნეთის ზონის ქვეყანა ვიქნებით და საბერძნეთი ცუდი და საბერძნეთი არ არის მაქსიაში რო ინტერესი და სურვილი რა ქონოდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ურთიერთობების გაღრმავების რეალურად. მაქსიაში არ ვიქნებოდით. სომხეთიც მოხდა მაქსიაში, რომელიც ეხა იხოდება და სომხეთს მე ამოიღებენ თუ ეს გაგრძელება. სომხეთი ჩვენზეც უკან არის გაცილებით რა. სომხეთში ოფიციალურად რუბიოს და სომხეთის აგრარულ საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რაღაცა ის პირველადი ხელშეკრულება ის სამოქმედო გეგმა ერთ სიტყვით გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ქართულ-ამერიკული ნეტა. სომხურ-ამერიკული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ რაღაცა ტრამპის დერეფანი და ეკუთის კიდევაც იყოს მაგის სახელით რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთი იმოძრავებს ტვირთი და სხვადასხვა მან და არის ის რომ ქართული ექსპერტები როგორც ყოველთვის რაღაცა როცა ყლევა მოხდება ჩვენთვის ცუდი
ექსპერტები გამოჩნდნენ სხვადასხვა დარგის, აი როგორც ის ვთქვათ, ბატა ზაქარიაშვილი ხან პოლიტიკოსია, ხან ექსპერტი და ხუხაშვილს ერთად ლაპარაკო. მან ძახიან საქართველოს ისეთი ცუდი დერეფანია ვეგაო, რომ საქართველოს ვერ ჩაანაცვლებს მან. ერთი დაახლოებით 8 მარშრუტი შენდება სომხეთს აზერბაიჯანს შორის ან დაწყებულია. დაახლოებით 5 წელი უნდა ყველაფერს გაყვანა და 5 წელი არა. კარგად დახედონ რუკას რა, თუ არ შეიძლება და ის არის ის აქ ვიზიტი აქ კალდე არისო შუაში. იმდენი კალდეებია გადაჭრილი შემოძბა. აი მადურო вообще სხვა ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, არა მაშინ 50 წუთში. ამერიკელებმა ვერისავლის კალდის გადაჭრა. ამბავი კონტექსტი ეგეთია, რომ დიდი ალბათობით ან 59 წლიანი ან 99 წლიანი იჯარით გადაეცემა ამერიკოსებს, ტერიტორია. ამერიკული ინტერესები 100 წლით იქნება წარმოდგენილი სომხეთში. კომპანია შეიქმნება, რომლის ხელმძღვანელი იქნება სომხეთი, რომლის თუ არ ვწდები რაღაცა 70-74% იქნება ამერიკის სტილი და 26% სომხეთის. ლევაკები იტყვიან, ეგ ხო უსამართლობა, ძმაო, ეგ 50. აგაზ სომხეთს ამბები ფული არ წარდეს, ხედავ. 50 მინიმუმ, მაგრამ პირიქით უნდა იყოს 90 10-ზე, გაუშვით. სომხებზე არის ეგეთი ანეკდოტი რა, მაგრამ ხამდე ლევაკების ზონა იყოს, რომ მოკლედ სომხი შედისო და ფული იპოვაო რა და აკლიამდე და მოთხნოს. აი ეგეთი ამბავი იყო. მემარცხენე სომხეთის. მემარცხენე. მაგრამ როგორც თქვით, მემარცხენეობას ეროვნება არ გააჩნია. სომხი იქნება, ამერიკელი იქნება, ჩილელი თუ ქართველი ყლეყლეა. ხო და რამ ხელა ამბავს მიაღწია ფაშინიანმა მართლა. და წელს აჩვენე გადაგვგოს რომ არ მოკლა რაღაცა. 100 წელი ამერიკული ინტერესი იქნება წარმოდგენილი სომხეთში, ამ რეგიონში. რაც რეალურად არის მშვიდობის განათი თუ შეიძლება მართლა რამე იყოს, არის ამერიკული ინტერესი მათ. კი, სომხეთს ბევრი პრობლემა რჩება თავისი რუსული ბაზებით. რომელიც მინიმალურად დამდია დაყვანილი, ახლა საუბარია ნელა გააყვანა. მაგის დროც მოვა, ჩემი აზრით, მაგის გაყვანის. აზერბაიჯანთან დაალგებულია სიტუაცია ამ ეტაპზე და ამ ეტაპზე რა სომხეთ-აზერბაიჯანის დაალგებული ურთიერთობა არის ამერიკული ამ რაღაცა კომპანიის და ამერიკის ქვეყნის ინტერესით. თავარია რომ ბოლომდე მიიყვანა და მე დაალგებული იქნება. თურქეთთანაც ლაგდება ურთიერთობა, ირანს თუ რამე ეშველა, ხო საერთოდ სომხეთისთვის იდეალური ვარიანტი იქ, ისაც არ ქონდა ირანთან ცუდი ურთიერთობა, იძულებული სხვა იქნა. გაზი ნავთობი ირანულია. თუმცა აქეთ უკვე ესეთი ამბავი იქნება უკეთესი და ერთადერთი ბედის ირონია თუ რამე შეიძლება იყოს მართლა, როდესაც რეგიონში ესეთი კარგი ამბები ხდება, ესეთი პოზიტიური დინამიკა, ყველა ლაგდება და შენ შეგეძლო ყოფილიყავი ამის შემადგენელი ნაწილი, იჩითები ყველაზე დიდი ყლე. როცა იყავ ყველაზე მოხოდილი ბევრად, შედარება პირველი ტიპი, კი. თან დიდი უპირატესობით. შედარებაც კი არ შეიძლება. აი, ბიჭო, ბიძინა ესეც შეძლო. მაგიტო უნდა გავაჯმევინოთ კოცებს რა. ბევრი რამე კარგის გაკეთება შეიძლება. ფანჯარ დერეფანი არ ვიცი რაც ფანჯარ დერეფანი რაც გინდა ის დაუძახეთ, რომელიც არ იქნება მუდმივი. რაღაც მომენტში რომ დაალაგდება, всё, დაალაგებულია და შემდეგი არ ვიცი 10 წლეულები იქნება ესეთი წესრიგი ჩვენს რეგიონში და ჩვენ ვიქნებით კონტექსტიდან ამოვარდნილები. რუსეთის უკანაეზო პლუს ჩინეთთან პოტენციური სტრატეგიული პარტნიორები. არც თუ ისე სახარბიელო და კარგი ის არის. პერსპექტივა. სამწუხაროდ. როცა კიდევ ერთხელ ეს წლები რო გვემუშავა ამერიკელებთან, ეს კომპანია და ეს დერეფანი და ეს ყველაფერი იქნებოდა ჩვენთან. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ამ რეგიონში დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც მომენტში. პოზიტივი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაგვიჯო. მაინც ნორმალური იყო ირანის ამბავი. ხო, ნუ წელი ასე თუ ის ნორმალურად დაიწყო. ყველაზე კარგად ვიდრე იდეალური იქნება თუ ირანში ის რაღაცა მებრძოლი თავისუფლებისთვის ხალხი მიიყვანს მაგ საკითხს ბოლომდე. ირანის ამბავი კიდე ერთხელ აჩვენებს რომ რამდენი რამე გვაქვს ჩვენ კიდე რასაც არ ვაფასებთ რა. კი. და ჩვენს ეზოშიც დადგება გაზაფხული თუ მზე გამოვა. გაზაფხული მეჩვენია ეგო. ზოგადად რა. ჩვენს გვეშველება რამე, მაგრამ მე ჩვენ გვეშველება კიდევ ერთხელ ავტომატურად არაფერი არ მოხდება. კი, ეს ბოლოს მაინც ჩვენ ვიგებთ მაგარია. ბოლოს ხომ არ ილიამ ჭავჭავაძე რა ვერ მოიგო ჩემი ასეთ. ხო და ესეა რა. უნდა შევხედოთ კონტექსტს და მაგის მიხედვით გადავეწყოთ. ჩემი აზრით.
ესეთი ამბავი გამოვიდა რა. ძვირფასო მეგობრებო, შევხვდებით მომავალ პარასკევს. კი ბატონო, ხო, ტრადიციულად ვინც ბოლომდე უყურეთ, დააწყაფუნეთ, ლაიქს. წინა წლის გეგმა დავდეთ. 100 კაცი დაორგანიზდა 101 იყო. ხო, ამ წლიდან რაღაცნაირად უფრო გავაქტიურდები და მოხუდილები. კი, რაღაცა. მაგრამ ისე ჩვენ ადამიანები ვართ და ის არის რა, ანუ ეს 4 ოქტომბრისნაირი ამბები ემოციურად გვარტყავს ბევრ რაღაცაზე. მაგრამ შევეცდებით რომ რაღაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, გავსი ობიექტური პოდკასტი არ არის და ძალიან დიდი ალბათობა რომ არც იყოს ქართულ პოლიტიკაში სხვა. და თან ბევრი ისეთ ამბავს გაიგებ წინასწარ. კი, წინასწარ გითხათ ახლა მართლა ვინც ხავს ერთგული მაყურებელი ჩვენ განაცემა ნახოს იმდენი სპოილერი ნახე, იმდენი რაღაც ნახა. ანუ ისეთ რაღაცებს ყვებით, რაც ხდება და არავინ არ ყვება. აი, თუმცა ძალიან გულწრფელი პოლიტიკოსები ვარენ ხოლმე ოპოზიციაში რაღაცა ახალგაზრდები. არ ყვებიან რაღაცებს, რასაც ჩვენ ყვებით. როცა ყველა ვიცი საერთოდ რა. კი ბატონო. კი ბატონო. ეგრეა მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არქივი, მოიწონეთ ეს ვიდეო, გავუზიარეთ სხვებსაც, რათა კიდე რომ განვაგრძოთ ჩვენი ზრდა და ჩვენ უკვე რაღაცა მომავალ პარასკევს შევხვდებით ისევ 9 საათზე. დროებით.